Აქტებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები გრძელდება რუსთაველის გამზირზე, სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული გურამ ხუტაშვილის და დანიელ მუმლაძის სასამართლოს ხდომაზე მხარეებმა საპროცესო შეთანხმებაზე იმსჯელეს, თუმცა ხდომა 7 მარტამდე გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ხუტაშვილს და მუმლაძეს ბრალადედება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც 12,000 ლარზე მეტი ზარალი გამოიწვია. ინტერესების დამცველის ცნობით ბრალდებულები მზად არიან, რომ აანაზღაურონ ზარალი. წარდგენილი ბრალი, რომელიც მათ აქვთ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მთელი რიგი გარემოებები არსებობს, რის გამოც არ უნდა არსებობდეს წესით წინააღმდეგობრივი პოზიცია პროკურატურის მხრიდან, მათ შორის ჩვენი მზაობა ზიანის დაფარვასთან დაკავშირებით და სხვა საპროცესო ღონისძიებებში ჩვენი მონაწილეობის ინტენსივობაც. ამ ეტაპზე სასამართლოს ხდომა გადაიდო პროკურატურისგან პასუხის, ესე ვთქვათ, შეჯერების და ჩამოყალიბების მიზნით. 12,100 ლარია ჯამურად პროკურატურის მიერ კალკულირებული ზიანი, ჩვენ გვაქვს მზაობა უკვე დაფიქსირებული, რომ მზადავართ დავფაროთ აღნიშნული ზიანი. კონკრეტული სასჯელი დაკონკრეტებული არ აქვს განცხადებაში, ითხოვენ მხოლოდ იმას, რომ ბრალდებულებს განისაზღვროს მსუბუქი სასჯელი. მოდი დავადასტურებ, რომ ერთი ბრალდებულის ადვოკატს აქვს წერილობით მომართული, მეორე ბრალდებულის ადვოკატმა მხოლოდ სასამართლო პროცესზე გააჟღერა, რომ სურს საპროცესო შეთანხმების მიღება. რა თქმა უნდა, მისი ზეპირი განცხადების განხილვაც სამ შემთხვევაში მოხდება ერთიანად, ვინაიდან ბრალდება იდენტურია ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმებაზე იღებს პროკურორი და წერილობით დოკუმენტს ზემო პროკურორი ეთანხმება.